ძალიან საინტერესოა, რომ ლეგალური კი არა, საერთოდ არ წარმომედგინა რა ხდება. თუ არსებობდა, ხო? ალბათ. რომ ეს ქალები ადიოდნენ რინგზე, ჩხუბობდნენ. ქალები კი არა, მამაკაცებისაც ახლა დიდად ესე წარმოდგენა შოიდან მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი ესეთი მასშტაბის ის რო იყო სპორტი და გამოდიოდნენ ქალებიც, კაცებიც იბრძოდნენ და სამართლობის განცდა რა თქმა უნდა ყოველთვის მაწუხებს ხოლმე და იმიტომ რომ მე დამარცხებას ვერ ვიტან საერთოდ არ მიყვარს და მით უმეტეს სამართლობით როცა ხდება, ეგ კიდევ უფრო გულდასაწყვეტია, მაგრამ უბრალოდ საშუალებას არ ვაძლევ ამ რაღაცას, რომ ჩემზე იმოქმედოს. რაც ნაკლები რაღაც იმოქმედებს საერთოდ სპორტსმენზე, მით უკეთესია და ისე ვცდილობ, რომ ეგრე მივიღო ყველაფერი, მარცხით გაკვეთილად მივიღო და ყველაფერი. მე ზოგადად პატარაობიდან ვიყავი მიჩვეული, რომ აი ბევრ რაღაცაზე დავდიოდი, ერთდროულად ბევრ საქმეს ვაკეთებდი და ცეკვაზეც ერთ ჯგუფში რომ რჩებოდი, პატარა ვიყავი და მე მეორე დიდების ჯგუფში რჩებოდი, ხოლმე ვაგრძელებდი იქაც ვარჯიშს და ამიტომ გამძლეობა, ელასტიურობა, რაღაცები ვფიქრობ, რომ გამომყვაც ეკვიდან და დიდი პლუსი იყო ეგ. დიდ ენერგიას მოითხოვს ცეკვაზე ვარჯიში, მაგალითად შრომაზეც როცა ხარ მიჩვეული, რომ რაღაცას აკეთებ და უღალავად შრომობ მე სხვა საქმეშიც იყენებ ამ უნარებს და ყველაზე დიდი სირთულე ჩემი აზრით ეს იყო, რომ თავიდან მოეტაის ვარჯიშობდი, მოეტაის აქვს ძალიან განსხვავებული დგომი. ანუ გახარ უფრო სტატიკურად და ისე ჭუბობ, ძლიერ დარტყმებზე ხარ ორიენტირებული, მე მაგალითად ვიყავი უფრო ორიენტირებული გადაჭეხვაზე, ანუ წინ მივდიოდი სულ და MMA-ში ეგეთი რაღაც არ გამოგადგება, იქ არ უნდა იდგე, უნდა იმოძრაო სულ ფეხებზე გადაადგილება ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეგ მოძრაობა, მხოლოდ ფუტვორკი, რასაც ეძახიან, ეგ იყო ჩემი აზრით ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც მჭირდებოდა რომ შემეცვალა. ნიკა საერთოდ რეალისტურად აფასებს ხოლმე ჩემ მოწინააღმდეგეებს და ზუსტად მეუბნება იმას, რაც არის რეალურად და მე კიდევ ესეთი განწყობით ვარ ყოველთვის, როცა აი რაც არ უნდა სუსტი იყოს მოწინააღმდეგე ვიცოდე, რომ აზრი არ აქვს, ესე არასდროს არ უყურებ, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცას უნდა მოელოდე ადამიანისგან და არ უნდა გაუშვა რაღაც შეცდომა არ უნდა დაუშვა არავისთან, ყველასთან მაქსიმუმი უნდა გავაკეთო და ამიტომ ეს არ უყურებ, ყველასთან ერთად უყურებ, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. ყველაზე მნიშვნელოვანი აი ნიკას ეუბნებოდი ბრძოლა სანამ გავიდოდი, მანამდე ეუბნებოდი, რომ ნუ რაღაც ველავის მე ერთადერთი რაზეც ველავ, მე ვთქვარი, მე არ მადარდებს ის იმ გოგოზე არ ვფიქრობ, მე ვფიქრობ უბრალოდ მე ჩემ თავს როგორ წარმოვაჩენი. რაც გავაკეთე, რაც ვიშრომე, იმას როგორ გადმოვიტან ბრძოლისას და რამდენად ეფექტური იქნება ჩემი ბრძოლა. ეს არის ყოველთვის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ ტაილანდი არის სპორტსმენისთვის სამოთხე. აი, ყველანაირი პირობა გაქვს იმისთვის, რომ შენ რაც გჭირდება, ის მიიღო აქ. ანუ მე გულისხმობ ვარჯიშს, საუკეთესო ტრენერები არიან, თქვა დარბაზები, ყველაზე დარბაზში ყველა პირობა გაქვს. მიდიხარ ვარჯიშობ, მოდიხარ ისვენებს სახლში ახლოს. თან მოპედით დავდივართ და მარტივია გადაადგილება. აი, ყველაზე დიდი სირთულე არის ხოლმე საქართველოში ის, რომ ნახევარ დღეს ვატარებთ გზაში და აღდგენას ვეღარ ვასწრებ ხოლმე და აქ ეგ ძალიან მარტივად არის, მიხვალ და ისვენებ, მეორე ვარჯიშს ეწახვალ თავისუფლად. ასევე განტვირთვა არის მარტივი, გადაღლას იგრძნობ, ჩახვალ, თქვა სანაპიროზე გაისეინებ, იბანავებ, განიტვირთები, მასაჟს გაიკეთებ და ნუ კუნთებისთვისაც კარგი აღდგენა იქნება. ანუ ამას გულისხმობ, რომ აქ არის მართლა ყველაფერი, რაც სპორტსმენს სჭირდება. ამიტომ მარტივად შევეგუეთ საკმაოდ აკაო პირობებს. ძალიან მაგარია და საქართველოს რა თქმა უნდა, ყოველთვის მენატრება, ყველაზე მეტად რა თქმა უნდა, ადამიანები ჩვენ გარშემო ყოფი, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები და თვითონ გარემო, როგორც შენი ქვეყნის, რა თქმა უნდა და კიდევ საჭმელებით ძალიან მენატრება ხოლმე ქართულში. ხინკალი. ვერტყმები, ახალ საჭმელებით და რაღაც რესტორანი არის მგონი ქართული რა, მანტრა, რაღაც ინსტაგრამზე. არის და არა ერთი სხვადასხვის კი. ერთხელ ვესტუმრეთ კიდეც და კი. გამომიგზავნა დედა მაგალითად ჭადის ფქვილი, არის ესეთი რაღაცები მენატრება ხოლმე ქართული. თუ ყავს ყველა დროის საყვარელი მებრძოლი ვინ არის შენი? ვალენტინა შევჩენკო. Nice. აი, შევცვლელია და საუკეთესოა ჩემთვისთან. ყველაზე მაგარი გამოცდილება იყო მასთან ერთად ვარჯიშში სპარინგები. დაუწყარი იყო მოკლედ ეს ჩემთვის და სხვათა შორის მაინც მინდა აღნიშნო, რომ როგორც სპორტსმენი კი არა, როგორც ადამიანიც ასევე შეუძლებელია. ძალიან უშუალო ადამიანია და ეს ძალიან კომფორტული იყო მასთან ურთიერთობა.
და შენ როგორც მოცეკვავი მაგის celebrations რო აკეთებს და რო ცეკვავს ხოლმე რაღაც ელემენტები მგონი აღებული აქვს ჩვენი კავკასიური ცეკვებიდან, არა? და ეხა გამახსენდა კიდე კაი რა. ეხა გამახსენდა რისი კითხვა მინდოდა რა. ანუ როცა ხართ რა საზღვარგარეთ რა, მაგალითად ეხა ტაილანდში და ეუბნებით რა ხალხს რო we are from Georgia, ხო? ძირითადად როგორი რეაქცია არის, იციან თუ არა და მე რეგი ძალიან უხარიათ. კი, უხარიათ. განსაკუთრებით რა თქმა უნდა, ილია და მერაბს ახსენებენ პირველ რიგში, ყოველთვის. და უხარიათ თან იმიტომ რომ პირადად არ ყავს ბევრს ნანახი ქართველი ადამიანი და რომ ახლობენ ესე პირადად ილიას და მერაბის ქვეყნიდან თქვათ ადამიანს, ანუ აქ ხოსო სპორტსმენები არიან უმეტესად და თან უხარიათ და ქართულ სპორტის რაღაც სიტყვებს სწავლობენ ხოლმე ხა ერთი იაპონელი ბიჭი ყავს დარბაზში და ყოველთვის მისამების დროს გამარჯვებას მეუბნება და მადლობა ისწავლა როგორ უნდა თქოს და სულ იყენებს ხოლმე. აი, ყველაფერი არის ცალ-ცალკე, აბსოლუტურად, ანუ ყველაფერი ნებისმიერ კლასზე შეგიძლია დაესწრო, მაგრამ როგორც ესეთი გავიღოთ MMA-ის კლასი როცა არის, უმეტესად არის ორიენტირებული ჭიდაობაზე. და არის კედელთან მუშაობა, დგომში ჭიდაობა და სპარინგები. ეს არის MMA თვითონ MMA-ის კლასი რაც არის, მაგრამ ცალკე არის კრივი MMA-ისთვის, ცალკე არის მუაი-ტაის და კიკბოქსინგის კლასები და ასე შემდეგ. ვიცი რომ მანდ არიან ძალიან ბევრი კავკასიელები, ხო, ჩtildeოეთ კავკასიელებიც და გაქვთ თუ არა მეგობრული, კაი და როგორი ურთიერთობა, მაგალითად, ბევრი ჩეჩნებიც იქნებიან, ალბათ ინგუშებიც, დაღესტანელებიც, ხო? მუსულმანები არიან ესე ძირითადად და ჩამოსული იყო ერთი წვრთნელი იუსუფი ერქვა თორცები, მოკლედ, ესეც იყო მუსულმანი. ხო, ძალიან კარგი წვრთნელი იყო, აი ძალიან მიყვარდა მას მისი ვარჯიშები და ვარჯიშს აკეთებდა და მას ყავდა ჩამოყვანილი თან გუნდისავით რა, აი ჩამოყვა ძალიან ბევრი სპორტსმენი. და ისე გამოდიოდა რომ ფაქტიურად ეს ჯგუფი შევსებული იყო ამ ბიჭებით რა, მისი გუნდით. და ისე გამოდიოდა ერთი ორჯერ მოხდა თუ უკვე მეორე თუ მესამე შემთხვევა იყო. ისე გამოდიოდა ვერავისთან ვერ დგებოდი, იმიტომ რომ გოგოსთან არ შეეძლოთ დადგომა. ანუ ხელსაც არ გართმევენ აქ ესეთი წესები არის ხო, ალბათ შეიძლება იცით თქვენს და კი. ანუ წყვილის გარეშე დავრჩი და ვარჯიშზე ვარ მისული, ვერაფერს, ანუ წყვილთან ვერ დგავარ და აი ძალიან გავნერვიულდი, იმიტომ რომ რა უნდა გავაკეთო, როცა ვარჯიში გინდა, ვერ ვარჯიშობ, იმიტომ რომ წყვილი არ ყავს, იმის გამო რომ აი ესეთი რელიგიური ჯგუფია ჩამოსული და ვერავისთან ვერ ვარჯიშობ და ამის გამო რამდენიმე ვიტიჟე. მაია წყნეთელი უნდა გაგეჩალიჩებინა რა, კაროჩე. ვიჭად უნდა გადაქცეულიყავი და ხო და რა ქენით მე? მან ხო ბევრი ხალხი არის და ისე მოხდა რომ მარტო ეგენი იყვნენ? ანუ მაგათი უმეტესად და ეხლა 1-2 როცა არის სხვა უკვე ვეღარ ხვდები ვერც ვარჩევდი ვინ იყო და ვეღარავისთან ვეღარ მივდიოდი თან დაწყვეტებოდნენ ეს ბიჭები ერთმანეთში რჩებოდი ისე და ძალიან რთული იყო აი ფსიქოლოგიურად ამს გადაცრებლები და აღარ ვიცოდი რა მეკითხა ანუ ჩვენ კავკასიელებში მაინც არის ხო კაი ურთიერთობა რა რაღაც არ არის იმიტომ რომ ხო იცი ეხა როგორი ეტაპი არის MMA-ში რა თითქოს ის დაიწყო ბიფი რა Georgia versus Dagestan და რაღაც ხო აზე ხარ რა. ფური და მახაჩევის. არა, აი, მაგათაც სხვადასხვა მაინც უხარიათ ხოლმე რა, აი, ისეთი და ცუდი დამოკიდებულება არ აქვს. ეს დაპირისპირება ხო უფრო სპორტული კუთხით არის და ეს ადამიანს უფრო იმას აძლევს რაღაც არ ვიცი, პირიქით უფრო ახალი თითქოს რა გარედან იცუყურებს იმ სპორტსმენებს. ხო. თუ გაქვს რომელიმე დარტყმის გატარების ყველაზე ფავორიტი ფინიში რა, რომელი დარტყმითი გატარება არის შენი ფავორიტი ფინიში? Head-kick არის კონკურენტო ჩემთვის. იმიტომ რომ აი ჩემი აზრით უფრო ბრუტალურია და აი მოკდარივით რო ეცემა ადამიანი იმას აძლევს. Headshot dead. და ნოკაუტი თუ საბმიშენი მაშინ? ნოკაუტი. საბმიშენის კარგია, ნოკაუტი. ელფერია. შენი საყვარელი cheat meal. აი, ყოველთვის სხვადასხვა რაღაცა არის.
მაგალითად ეხლა მე პირველი ასეც წარმოვიდგენ რომ შევჭამ ბრძოლის შემდეგ იქნება ხაჭაპური. ო მე ძალიან რომელი ხაჭაპური ვერსია გევასება? მეგრული, იმერული? იმერული მიყვარს ძალიან, მაგრამ აი ეხლა რატომღაც მინდა რომ ერთადერთხელ მაქვს ნაჭამი ეს აჭარული ხაჭაპური ისიც ტაილანდში ქართულ რესტორანში. ხო და აქ არ იყო ქართული ყველით და მაგრამ ძალიან მაგარი იყო, წელვადი გემრიელი ყველით იყო და მომეწონა, მაგრამ ეხლა მაქვს ძალიან დიდი სურვილი რომ გავსჯო საქართველოში გამომზადებული ნამდვილი აჭარული ხაჭაპური.